მოგესალმებით. DGG-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2025 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.5%-ით, ხოლო 4 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 8.8%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით ნიშნავანი წვლილი შეიტანეს ეკონომიკურ ზრდაში შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, ასევე საავტომობილობითი მრეწველობა, უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება. მიუხედავად ამისა, კლების ტენდენციები გამოვლინდა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში. ასევე მოგეხსენებათ, საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოქვეყნებულია უკვე რამდენიმე დღეა, რომლის მიხედვითაც აპრილში საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 41.1%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა შემცირებულია 3.6%-ით. 2025 წლის აპრილში ქვეყანაში დარეგისტრირდა 5,700-მდე ახალი საწარმო, რაც დაახლოებით 14%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. კლება ძირითადად მოდის ინდმეწარმეების რეგისტრაციის მაჩვენებლის შემცირებაზე, ძირითადად ქვეყნების მიხედვით რუსეთის ფედერაციაზე. 9.4%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ DGG-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და დაახლოებით 14 მილიარდ 113 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიზეზებს, ტრადიციულად წარმოგიდგენთ დარგობრივ ჭრილში, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში და ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე IT სფეროში კონსულტაციების განხორციელებასთან და ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდასთან. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში და დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდასთან. სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში და ძირითადად ფერადი ლითონების მადნების მოპოვებასთან იყო დაკავშირებული, რაც ასევე აისახა საგარეო ვაჭრობის ტენდენციებში, ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლდათ. უძრავი ქონების ოპერაციების სექტორში და დაკავშირებული იყო არასაცხოვრებელი შენობა ნაგებობების გაქირავებასთან და მისი მართვით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის გაფართოებასთან. გაზრდილი ასევე უძრავი ქონების სააგენტოების მომსახურების მოცულობის მაჩვენებლები. რაც შეეხება ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორს, ზრდის გამოწვევ ერთ-ერთ მიზეზად სახელდება საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირების მაჩვენებლები, გაზრდილია როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მაჩვენებლები ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება, როგორც გითხარით, ორ სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია, ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა მშენებლობის სექტორი, რაზეც გავლენა მოახდინა იმან, რომ შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის მაჩვენებელი, ასევე გარკვეული შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა სამოქალაქო მშენებლობის კუთხით, როგორიცაა გზების, ხიდების და ავტობანების მშენებლობა. აქვე აღსანიშნავია საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდან, რომ დაახლოებით 43%-ით შემცირდა ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი. რაც შეეხება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორს, აქ კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სასმელების წარმოების მოცულობის შემცირებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 52%-ით შემცირდა ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი, გარდა ამისა შემცირება გამოვლინდა არალითონური მინერალური პროდუქტების, მათ შორის ცემენტის წარმოების მიმართულებაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.